5 ხილი შეკრულობის დროს. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდეს, რომ აი თემო რა მეშველება მონელების პრობლემები მაქვს, რა გავაკეთო, როგორ უშველო თავს, ხშირად მაწუხებს შეკრულობა და ასე შემდეგ და მოდი ახლა დღეს განვიხილოთ ეს ყველაფერი დეტალურად. ბოლომდე იყავით ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ როგორც მივხვდი უკვე ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს გავსი პრობლემა და გადავჭრათ ეს ყველაფერი ერთად და პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ ამას შეიძლება გქონდეს რამოდენიმე მიზეზი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს გამოწვეულია შენი კვების რაციონში საკვები ბოჭკოების ნაკლებობი. ძალიან მარტივი გადასაჭრელიას და ეხლა გასწავლით. რა არის საკვები ბოჭკოები და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ორგანიზმზე. პირველ რიგში გეტყვი, რომ ორნაირი საკვები ბოჭკო არსებობს ჩვენს საკვებში. ეს არის წყალში ხსნადი საკვები ბოჭკოები და წყალში უხსნელი საკვები ბოჭკოები. ეს რა შვება? ნახე, პირდაპირ სიტყვა გეუბნება. წყალში ხსნადი საკვები ბოჭკო ჩადის შენს კუჭში, იშლება, საბოლოოდ ფერმენტები არ არსებობს, რომელიც ბოლომდე დაშლის მას და რაც კი სიბინძურეს ნახულობ, შიგნით ესე იბერება, რასაც კი სიბინძურეს ნახულობ შიგნით, ყველაფერი ასე თქვათ გარეთ გამოაქვს, ყველაფერს წმენს, ასუფთავებს ორგანიზმს და მეორე სახის ბოჭკო კი ხელს უწყობს ორგანიზმში ასე თქვათ მიკროფლორის აღდგენას. წარმოიდგინე ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაფიქრდი. შენს კუჭში მილიონობით ბაქტერია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელიც ააქტიურებს მონელებას და ყველაფერს, მიკროფლორას ეძახიან ამას. და ნახე, საკვები ბოჭკოები ამ ბაქტერიებს, ასე ვთქვათ, ააქტიურებს, უფრო აქტიურს ხდის, აღვიძებს ყველაფერს და კუჭი სხვანაირად იწყებს მუშაობას. ამიტომ თუ შენ დღის რაციონში საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები არ გაქვს, გაგიჭირდება, რომ სწორი მონელების სისტემა გქონდეს. ხშირი შეკრულობა, სიმძიმე, ცუდი განწყობაც კი შეიძლება გამოიწვიოს ამ სულ ყველაფერმა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. და არსებობს 5 ხილი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ამ საკვებ ბოჭკოებს, გირჩევ შენს წახემსებებზე ჩართე ეს ხილი და ძალიან მარტივად შეძლებ, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. პირველი, რა თქმა უნდა, არის ვაშლი. ჩვენ ბავშვობიდან ყველა შთაგვაგონებს ბებიები, ბავშვები, რომ უნდა ჭამოთ დღის მანძილზე აუცილებლად ვაშლი. ვაშლი მდიდარია პექტინით და სხვადასხვა საკვები ბოჭკოებით, ამიტომ ის ხელს უწყობს ჩვენი მონელების სისტემას. მეორე, შავი ქლიავი. შავ ქლიავში შედის ძალიან ბევრი საკვები ბოჭკოები და პლუს ისეთი ელემენტები, რომელიც ჩვენს მონელების სისტემას უფრო ააქტიურებს. ამიტომ შეგიძლია მირთვა ქლიავი. მესამე, კივიც ერთ-ერთი ძალიან მდიდარი პროდუქტია უჯრედისის ასე თქვა წყაროა, ამიტომ გირჩევ ჩართო რაციონში. მეოთხე არის მოცვი. ნებისმიერი კენკრა კარგია, მაგრამ განსაკუთრებით არის მოცვი, მდიდარია ამ საკვები ბოჭკოებით. და მეხუთე არის ცოტა განსხვავებული, ეს არის ავოკადო. ავოკადო განსხვავებული იმიტოა, რომ იქ ჯანსაღი ცხიმებით შედის საკვები ბოჭკოებით და ჯანსაღი ცხიმით, რომელიც ასე ვთქვათ, უფრო ხელს უწყობს, რომ აქტიური მონელება და აქტიური მეტაბოლიზმი გქონდეს. გირჩევ, რომ ჩართე ეს პროდუქტები შენს რაციონში, ასევე ბევრი საკვები ბოჭკო შედის ცოცხალ ბოსტნეულში, საკვები ბოჭკოები შედის ლობიოში და სხვადასხვა მარცვლოვან კულტურებში და ეცადე, რომ გაამდიდრო შენი რაციონი ამით და ცხოვრებაში არაფერი აღარ შეგაწუხებს და შეგახსენებ, რომ თუ შეკითხვა გაქვს ჯანსაღ კვებაზე, კომენტარებში დაწერე არ მოგერიდოს ნებისმიერი კითხვა და შევეცდებით, რომ ყველა შეკითხვას ვიდეოებით გავცეთ პასუხი და გახსოვდეს, რომ შენს გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს. შენ შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება და გახსოვდეს შენი ჯანმრთელობის, განწყობის, ფორმების და ენერგიის 75%-ზე მეტი, თითქმის 80% დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სჭამს შენ. ამიტომ დააბალანსე შენი კვება, გამოიწერე ჩვენი არხი, უყურე სხვა ვიდეოებს და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციებს გაიგებ.